My name is George Rubakidze. I am 15 years old and it's my first lesson of English. გამარჯობათ. ეს არის ჩემი პირველი გაკვეთილი, ჩემი სახელია გიორგი და ეს არის ჩემი პირველი ინგლისურის გაკვეთილი. So, let's go. So, first list is Monday. Monday ნიშნავს ორშაბათი. Tuesday ნიშნავს სამშაბათი. Wednesday ოთხშაბათი. Tuesday ხუთშაბათი. Friday პარასკევი. Saturday შაბათი და Sunday კვირა. გავიმეორებთ. Monday ორშაბათი. Tuesday სამშაბათი. Wednesday ოთხშაბათი. Tuesday ხუთშაბათი. Friday პარასკევი. Saturday შაბათი და Sunday კვირა. შემდეგი გავაგზავნოთ თვეები, წლის თვეები. The months of the year. So let's go. January, February, March, April, May, June, July, August, September, October, November, December. ეხლა ქართულადაც და ინგლისურადაც ვთქვათ ერთად. January, იანვარი, February, თებერვალი, March, მარტი, April, აპრილი, May, მაისი, June, ივნისი, July, ივლისი, August, აგვისტო, September, სექტემბერი, October, ოქტომბერი, November, ნოემბერი, December, დეკემბერი. ეხლა ასევე გავაგზავნოთ დათვლა ინგლისურად. So, 0 ნიშნავს 0, 1 1, 2 3, 4 4, 5 5, 6 6, 7 7, 8 8, 9 9, 10 10. 1 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 and 10. ეხლა გავაგზავნოთ 20-მდე. 11 11 12 12 13 13 14 14 15 16 17 17 18 18 უკაცრავად 19 19 20 20. ეხლა ისევე დავიწყოთ 0-დან 20-მდე. So 0 0 1 1 2 2 3 3 4 4 5 5 6 6 7 7 8 8 9 9 და 10 10. ეხლა გავაგზავნოთ 10-დან 20-მდე. 11 11 12 12 13 13 14 14 15 15 16 16 17 17 18 18 19 19 და 20 20. ჩემი აზრით დღეს დაგეხმარეთ. გავაუმჯობესეთ თქვენი ინგლისური ცოდნა. დღეს ჩვენ ვისწავლეთ კვირის დღეები, თვეები, წელიწადის თვეები და ასევე 20-მდე დათვლა. ასევე დღეს გადავიღებ ტექსტს, წავიკითხოთ ინგლისურად ტექსტი და თარგმნით ქართულად. So, goodbye and à la semaine prochaine.